ხო და რამოდენიმე წლიანი ფიქრის და სხვადასხვა მეგობრების ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე მარტო წამოსულიყავი აქ. სად ვარ ახლა მე? მე ვარ სოფელ ვეჭინთან. გურჯაანში არა, თბილისის ვეჭინთან. გლდანსო გამოცდები მამკოდის აგარაკებისკენ, მარცხენა მხარეს არის ამოსახვე, მოდიხარ ცუდი გზით, ბრუნტის გზით. არის ძველი სახლები, არის განახლებული სახლები. ამოცდები ამ ყველაფერს პირდაპირ. აქ ორი მონასტერი არის, დედათა და მამათა არის მე მგონი, მეორე. არის წმინდა გიორგის ეკლესია, თეთრად შეღებილი არის, იქით არის, რომელიც ახლა არ ჩანს. მანქანა ქვევით დავტოვე, იმიტომ რომ აქ ამოსვას აზრი არა აქვს მანქანით. და მიუყვები ამ გზას. სად მივდივარ ახლა მე? აქ ზევით არის მე-10 საუკუნის დარბაზის ნანგრევები, ნაშთები. როგორც თქვენ მე-10 საუკუნის არისო, მაგრამ ჯერ არ ვიცი. ამიტომ მინდა რომ გავარკვიო. ჩემი ინტერესი საგანი არის თბილისის ოკუპაციის, საქართველოს ოკუპაციის პერიოდი, თბილისზე გენერალური შეტევა. ბევრი სავარაუდით თბილისზე შეტევა იყო უფრო სამხრეთ-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. მაგრამ არის ერთი ცნობა ასეთი დადასტურებული, როცა თბილისის ალყა უკვე გარდაუვალი იყო. მაშინ მოიხსნა ძირითადი ძალები, მაშინ გავიდა ქვეყნის მთავრობა თბილისიდან, დატოვა დედაქალაქი, თან წაიღო ბიუჯეტი და თან წაიღო საკაცური. რატომ მოხდა ეს? მათ მიიღეს უთუარი ცნობები, რომ თბილისი ბლოკადაში ექცეოდა, ანუ ალყაში ექცეოდა. ალყა არის ყველა მხრიდან შემოტევა და ყველა მხრიდან შეთვის გზის მოჭრა. თბილისისთვის დღემდე უმნიშვნელოვანესი კვანძი არის ავჭალის რკინიგზის ხაზი. მაშინ იყო ეს ერთ-ერთი, საგზაოც და სარკინიგზიც. მაშინ ეს იყო როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი არტერია. და ზუსტად იცოდნენ რუსებმა და პრორუსმა ქართველებმა, უფრო პრორუსმა ქართველებმა, რომლებაც ეს გზები იცოდნენ, რომ თბილისზე უნდა შემოევლოთ ზევიდან. ბევრი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთიდან წამოსული გამოჩენილი კავალერია, რომელიც სადღაც 17-18 წლებში მოვიდა და ორხევთან გაიმართა ბრძოლები, ეს ორხევი ბევრის აზრით იყო ის, რომელიც არის ვარკეთილსა და დღევანდელ დილოს შორის. მაგრამ არსებობს ასეთი სოფელი, თიანეთისა და გომბორის უღელტეხილს შორის, რომელსაც ქვია ზუსტადაც რომ ორხევი და ძველი შარაგზა გადმოდიოდა იქიდან. ორხევიდან გადმოვიდნენ ჩემი აზრით, იარეს იმ შარებზე, რომელიც იყო უძველესი და მთას და ბარს აკავშირებდა ერთმანეთთან, შემოუარეს ყველაფერს საბადურის ტყის გავლით და ჩამოვიდნენ ზუსტად ამ მიდამოებში, საიდანაც შემდეგ უკვე პირდაპირ დაემუქრნენ თბილისის დასავლეთის არტერიას, ანუ საგზაო ხაზს. მაინტერესებს აქ როგორი რელიეფი იყო, ჩვენი გარნიზონი საერთოდ იდგა თუ არა, ამაზე ფიქრობდა თუ არა მაშინდელი მენშევიკური მთავრობა, რომელიც ჩვეულებრივად სოციალისტები იყვნენ, ნავაროჩენი ბოდიში სული სიტყვისთვის. ყველაფერი მაინტერესებს და ძალიან მიტოვებულია აქაურობა ზოგადად. გამოუკლეველია ეს მიმართულება და ვეცდები რომ რაღაცები ვიპოვა.